ნახოთ დღეს რა მოვლენებს გადიხარ და რა ეტაპს გადიხარ ცხოვრებაში, როგორ ხედავს ტარო ამ ყველაფერს და მომავალში რა გელოდებათ. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე. თუ სული გაქვთ, ჩაიფიქრეთ პარტნიორს, ან ვინც გინდათ, ან რაც გინდათ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრით საკმარისია, რომ კონცენტრირდეთ და ნახოთ აბა ეხლა რა მნიშვნელოვან გზაზეთ გახართ ამ ეტაპზე ცხოვრებისეულად და ახლო მომავალში რა გელოდებათ. 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით. საინტერესოა ძალიან. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ფიქრის ეტაპი გაქვთ, შესაძლებელია გახართ და ანალიზებთ და ფიქრობთ თქვენ სირბილი მიმდინარე სიტუაციაზე. აი მაგალითად, რატომ მოხდა ეს, საერთოდ სად ვარ, რა ხდება ჩემს თავში, შეიძლება ცოტა დეპრესიული ნოტებით შემოგეპაროთ ზოგიერთ თქვენგან, საერთოდ განცდა გაქვთ, რომ ან მარტო ხართ, ან ძალიან ძლიერი დანაკარგი განიცადეთ შეიძლება. ეხლა ძალიან ისეთი როგორ თქვა, დისკომფორტში ხართ ძალიან დიდში და ძალიან სერიოზულში, რაღაცა ემოციური მხარდაჭერა შეიძლება გჭირდებათ, აქ არ არის მხოლოდ ფინანსებზე და მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე, აი უბრალოდ შეიძლება გვერდში დგომა გინდოდეთ ვიღაცისგან და აი ეს გაკლიათ, აი ეს პიროვნება ამოგდით და იმ ადამიანთან გამიმართებაში განსაკუთრებით ჩანს ძალიან ბევრი დარდი, ძალიან ბევრი ფიქრი, ნერვიულობა, ზოგიერთ შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემაც გქონდეთ, არ გამოვრიცხავ რაღაცა კრიზისული მომენტი იყოს და შეზღუდული გქონდეთ ჯანმრთელობის სიტუაციები, რაღაც მომენტში ფიზიკური შეზღუდვა იყოს. მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში აი გახართ და ფიქრობთ, რა გააკეთოთ მომავალში, როგორ მოიქცეთ, რა შეცვალოთ, ღირს თუ არ არის, ცოტა ესეთი ტრანსფორმაციული გარდამავალი ეტაპები არის, საკმაოდ რთული პერიოდიც არის ობიექტურად რომ შევაფასოთ. რაც შეეხება მომავლის პერსპექტივებს, არ ვიცი, აქ ძალიან სასწაული ადამიანი, სასწაული სიტუაციებია, ძალიან ბევრი ტყუილი, ინტრიგები ზუგს უკან, მანიპულაციები, რავი, აი რაც კი რამე შეიძლება რომ არასასურველი იყოს, თითქმის ეს 2 კვირა აი დაცავული ენერგიებში, მესამე პირები შეიძლება გყავდეთ ურთიერთობაში, ხალატი შეიძლება იყოს, ეგოიზმი, არ ვიცი, შეიძლება თქვენ პარტნიორს გქონდეს ეს ნარცისული, ეგოისტური გამოხტომები, აი ძლიერი როგორ თქვა, ზეწოლა მეს მომენტია, მე როგორც მინდა ისე მინდა რომ იყოს, აი მოდის ესეთი გარედან მანიპულაციები და თითქოს მიჯაჭვული ხართ ადამიანზე, ძალიან არაჯანსაღად, ან სიტუაციაზე არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა რა სიტუაცია ჩაიფიქრეთ, ვერ გამოდიხართ, აი როგორ თქვა, ცუდად ხართ, ვერ ხართ კარგად იმ სიტუაციაში, დისკომფორტში ხართ, იცით რომ უნდა წამოხვდეთ, მაგრამ რომ მოდიხართ, კიდევ უფრო შეიძლება ცუდად ხართ და აი რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა ტრიალის, მაგრამ კარგი ის არის, რომ ბოლოს მაინც რაღაცა თბილი ნოტები და დაბალანსება გიჩნდათ, ოღონდ ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა დაგჭირდებათ.